ამდენი ხანია საუბარი მიდის, წლები, აწლეულები მიდის საუბარი, რა შეიძლება აწარმოოს საქართველოს ისეთი რომ გლობალურ ასპარეზზე არც შევწყვეთ, თან რაღაცა მოცინავე პოზიცია დავიკავოთ და თან ინტერესი გქონდეს ამის წარმოების, ხო? ნუ გავიგეთ ხო ღვინო, რაღაც ჩვენი ტურიზმის სფერო და ნუ რეალურად აი რომ გამოიკვეთოს რაღაცა ოდენობა, ასე ვთქვათ, სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოღვაწეობა, არც თუ ისე დიდია, საკმაოდ წირია ეს ოდენობა და დღესდღეობით ძალიან დიდი ჰაიპი არის ხელოვნური ინტელექტის გარშემო. დაახლოებით ეს შეგვიძლია შევადაროთ წლებს, როდესაც ინტერნეტი შემოდიოდა ქვეყნებში და ბევრი ქვეყანა, ასე ვთქვათ, უარყოფდა ამ ტენდენციას, მაგრამ დღესდღეობით კი ხედავთ, ყველას ხელში smartphone-ია, ყველას smartphone-ში ინტერნეტია და ინტერნეტის გარეშე დღესდღეობით უკვე ფაქტობრივად წარმოუდგენელია ცხოვრება. ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, მუტაციას განიცდის ქვეყნები და ჩვენი საზოგადოება ხელოვნური ინტელექტის მიმართებაში. ჩვენ იგივენაირად გავხდებით დამოკიდებულები ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც დღესდღეობით დამოკიდებულები ვართ უშუალოდ ინტერნეტის ტექნოლოგიაზე. კი, ჩვენ გვყავს რამოდენიმე პროვაიდერი ინტერნეტის სფეროში, მაგრამ ეს ტექნოლოგია ვერ ავითვისეთ ისე, რომ ჩვენ გავხდეთ რაღაცა, ასე ვთქვათ, ტრენდების და რაღაცა სიახლეების ინიციატორები, ხო? საბოლოო ჯამში მაინც რაღაცნაირ სამომყარებლო დონეზე გავჩერდით, ხო? ეხლა რა ხდება ხელოვნური ინტელექტის სფეროში? არაფერი. ანუ არაფერი, არანაირად არ აინტერესებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ჩვენს არც მთავრობას, არც ოპოზიციას, არავის. საერთოდ ეს ტექნოლოგია უყურადღებოთ არის და რატო? რატო, როდესაც და რანაირად და როგორ აძლევენ თავიანთ თავს ის ადამიანები, ვინებიც მომავალზე საუბრობენ, როგორ აძლევენ თავიანთ თავს იმის უფლებას, რომ თქვან, რომ ეს ტექნოლოგია არ არის თუ, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი არა, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგია იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში, ასე ვთქვათ, რაიმე ფასეულობა გქონდეს. როგორ აძლევენ ამას თავის თავს ამის უფლებას? მაშინ, როდესაც ჩინეთმა დაახლოებით არ ვიცი რამდენი დღის წინ, მაგრამ ბოლოს შეკრებაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩინეთის კანონში ჩაიწერა, რომ შემდეგ 5 წლის განმავლობაში ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ ნამდვილ ხელოვნურ ინტელექტს შექმნიან. ეს არის რბოლა, რომელსაც მოიგებს ის, ვინც საბოლოო ჯამში ამ ტექნოლოგიას ისე განავითარებს, რომ გახდება დამოუკიდებელი ყველა თანამედროვე პროვაიდერისგან. ანუ გადავა მდგომარეობიდან მოხმარებისა, მდგომარეობაში მიწოდებისა. ეხლა რა ხდება საქართველოში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ჩვენ? გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა ამ სფეროში და რატო? ნუ პირველ რიგში ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აი სწორ პროფილურად და რაღაცნაირ სწორ ხაზოვნად გვაქვს მიჩნეული, რომ ჩვენ ძალიან მაგარი სავაჭრო პოზიცია გვაქვს, არა მარტო სავაჭრო, არამედ ტექნოლოგიურად თანამედროვე სამყაროში ჩვენ იდეალურ ადგილას ვართ. როგორც ტექნოლოგიების მიწოდების იგივე ევროპა, იგივე აზია და იგივე რუსეთი, იგივე აი აბსოლუტურად ყველა მიმართულებას ჩვენ შეგვიძლია ვკვებოთ ამ ტექნოლოგიით. როგორ? რას ქვია ვკვებოთ? მარტივია. ეხლა ხანს იყო კობახიძე გამოსული და თქვა, რომ მათი შემდეგი, ასე ვთქვა და მომავლის ხედვის პოლიტიკა არის ის, რომ ისინი დაიწყებენ ელექტროენერგიის, ნუ მოკლედ, ასე ვთქვათ, ენერგიის გამომუშავებას. ხო, ძალიან მაგარია, მაგრამ რეალურად თანამედროვე სამყაროში კი ჩვენ დამოკიდებულები ვართ, როგორც ქვეყანა დამოკიდებულები ვართ ბევრ წილად სხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში ჩვენი სურვილი და ჩვენი მიზანი უნდა იყოს და არის კიდევაც ამ ელექტროენერგიის წარმოება, მაგრამ მასშტაბებს ვერ გავთვლით სწორად მაშინ, როდესაც ჩვენ განვიხილავთ, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება არის მხოლოდ პირობითად ბიზნესის ან მაგალითად სამომხმარებლო სფეროებისთვის. რადგან ბიზნესი და ზოგადი წარმოება, ხო, აი მარტივად რომ ვთქვა რაღაცა აი დაზგის სტილი ბიზნესის, ხო? ეს არის წარმავალი. ნახევრად რობოტული მიდგომა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა ბიზნესის, სხვადასხვა ტექნოლოგიაში არის მომავალი. ის კიდევ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, დღესდღეობით იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ დავიწყებთ ელექტროენერგიის წარმოებას იმ დონეზე, რომ საკმარისი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი ბიზნესისთვის, არარელევანტურია, რადგან თუ ჩვენ არ განვავითარეთ ის ტექნოლოგია, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქვია და ეს ზოგადად, ასე ვთქვათ, კატეგორია, ხო, ტექნოლოგიის, იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტში ბევრი რაღაცა მოიაზრება, ხო? ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ბიზნესში, ნებისმიერ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, ასე ვთქვათ, кейსები არსებობს.
შესაბამისად, როდესაც ჩვენ და ეს აუცილებლად მოხდება და მე ამას აგერ ბევრ ქვეყანაში ვხედავ და ეს ჩვეულებრივი ტენდენცია. ეხლა ადამიანები არიან ლუდიზმის ფაზაში და ყველა ვისაც ამ ტექნოლოგიის ეშინია, ვინც ამ ტექნოლოგიას ფლობს და ვისაც ამ ტექნოლოგიის ასე ვთქვათ სწავლა უნდა, ყველა ასე თუ ისე ნაწილობრივ არიან ლუდიზმის მდგომარეობაში. რას ნიშნავს ლუდიზმის მდგომარეობა? ანუ უარყოფენ იმას, რომ საბოლოო ჯამში ხელოვნური ინტელექტი შევა აბსოლუტურად ყველგან. ტექნოლოგია იქნება ეგ, მექანიკა იქნება ეგ თუ რაღაცა ციფრულთან არამიახლოვებული რაღაცაც კი საბოლოო ჯამში განიცდის ხელოვნური ინტელექტის ასე ვთქვათ მეტამორფოზს. ეხლა რას ნიშნავს? მე, როდესაც ვამბობ, რომ იმ ელექტროენერგიის წარმოება არ იქნება საკმარი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ეს. ილონ მასკის ერთ-ერთი პოდკასტი გამოქვეყნდა ამ დღეებში და ამ პოდკასტში ის საუბრობს ესეთ რაღაცაზე, რომ რატომ მიდიან ხო კოსმოსში, სხვათა შორის ხო კოსმოსში დაიგეგმა დატა ცენტრების აშენება. რატო? პირველ რიგში იმიტომ, რომ გაგრილება არ სჭირდება, შესაბამისად ნაკლები წყლის მოხმარება იქნება, შესაბამისად ტექნოლოგია უფრო გაიაფთება და შესაბამისად მეტი, ასე ვთქვათ, მომხმარებელი ეყოლება ამ ტექნოლოგიას. ეს უკვე ცალკე სიახლეა. ანუ ნახეთ, სად არის ტექნოლოგიის მწარმოებელი ჩვეულებრივი ადამიანი, ხო? ილონ მასკი იმას ლაპარაკობს, რომ მე ეს ტექნოლოგია უნდა გავიტანო კოსმოსში და ჩვენს პლანეტის გარშემო იქნება მზის პანელები და ჩვენ იმას ვსაუბრობთ, რომ ელექტროენერგია იმ დონემდე უნდა გამოვიმუშაოთ მაინც, რომ სამომხმარებლო დონეს და სამომხმარებლო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ხო? მივოთ იმ სამომხმარებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებამდე და მერე რა? საბოლოო ჯამში ჩვენ ტექნოლოგიურად თუ არ განვივითარდით როგორც ქვეყანა, საბოლოო ჯამში ეს იგივე მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რა მდგომარეობაშიც ვართ ახლა. გაიზრდება მოსახლეობა, გაიზრდება მოთხოვნა, შეთავაზება არ გვექნება არც ერთ ქვეყანასთან. ყველა ქვეყანა ცდილობს დღესდღეობით, რომ თავისი პოზიციები გაამყაროს ხელოვნური ინტელექტის მიმართებაში. ყველა ქვეყანა. ტოპ ქვეყნები თავიანთ სამთავრობო პროგრამებში სვამენ ამ კონკრეტულ დავალებას, რომ ჩვენ იგივე ჩინეთის მაგალითი ვთქვათ. ესე იგი ამბობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს მივახცევთ კი არა, უშუალოდ ნამდვილ ჭეშმარიტ ხელოვნურ ინტელექტს მიაღწევთ, რასაც ქვია AGI. 5 წლის განმავლობაში. ანუ ხალხო აი რთული ამის გააზრება მაშინ, როდესაც ესე აქტიურად არ ხარ ამ თემაში ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით, რომ გამოფხიზლდეს მოსახლეობა, რომ ადამიანებმა, ასე ვთქვათ, თვალი გაუსწორონ იმას, რაც ხდება. ხო? ეს არ არის რაღაცა ამერიკაში მომხდარი ამბავი და ეს არ არის რაღაცა ჩვენ ეს არ შეგვეხება. რა თქმა უნდა შეგვეხება. რატო უნდა გადაიხადოს პირობითად ბიზნესმენმა ხელფასები? რაღაცა 10 ადამიანის ხელფასი რატო უნდა გადაიხადოს, როცა გადაიხდის 1 ადამიანის ხელფასს და ის 1 ადამიანი 10 კაცის საქმეს გააკეთებს. ეს არალოგიკურია. ამას არავინ არ გააკეთებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანური თვალსაზრისით ის, ასე ვთქვათ, კაი გამოჩნდეს. არავინ შანსი არ აქვს. შესაბამისად, თუ თქვენ, ვინც ახლა მე მისმენს, თუ თქვენ გგონიათ, რომ თქვენ ხვალ სამსახურს შეინარჩუნებთ, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი მოხდეს თქვენ სფეროში, თქვენ აუცილებლად დაკარგავთ სამსახურს. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი. ხელოვნური ინტელექტი არ არის რაღაც, ასე ვთქვათ, ორგანიზმი, რომელიც მოვა და გეტყვის დღეიდან აქ მემუშავებ. არა, ეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, როგორც ოდესღაც კომპიუტერი შეიქმნა და მაგალითად ავიღოთ ტელეკომუნიკაციების სფეროში იყო ესეთი პროფესია. გოგონები ან ბიჭები იჯდნენ და აკავშირებდნენ ერთ მომხმარებელს მეორე მომხმარებლებთან, როდესაც ტელეფონით ზარის შესრულება ხდებოდა. სად არის ეს პროფესია დღეს? აღარ არის. ამას ასრულებს ერთი ჩიპი. ხო? ჰქონდათ განა იმ ადამიანებს იმის ფანტაზია, რომ ოდესმე ჩემს საქმიანობას ერთი ჩიპი შეასრულებ და არა, ანუ რას ნიშნავს ეს? ჩვენ გვგონია, რომ აი ეს ახლა მე რო ქმედით ჩავდივარ, განა ეს რობოტმა უნდა შეასრულოს, როგორ უნდა შეასრულოს? მარტივად, დღეს ჩიპი აკეთებს ამას. უბრალოდ ჩვენ ფანტაზია არ გვყოფნის იმისთვის, რომ დავფიქრდეთ და მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება ჩვენ შეგცვალოს ამ ტექნოლოგიამ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. არ შეიცვლება ყველა, შეიცვლება არაეფექტური კადრი. არაეფექტური კადრი კიდე ის არის, რომელიც ამ ტექნოლოგიას არ ფლობს. საბოლოო ჯამში რა არის ჩემი მესიჯი? ჩემი მესიჯი არის ის, რომ ყველას, აბსოლუტურად ყველას, 4 მილიონი ვართ ქვეყანაში, ვისაც კი რაიმენაირი ინტერესი აქვს მომავლის, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მომავალში რამეს წარმოადგენდეს, აუცილებლად დაიწყეთ ამ ტექნოლოგიის შესწავლა. ამის გარეშე თქვენ მომავალში ვერაფერს ვერ იზავთ. შანსი არ არის. როგორც დღესდღეობით ინგლისური ენა არის საჭირო, იგივენაირი საჭიროება მოხდება, იგივენაირი საჭიროება გახდება და შეიქმნება
მომავალში ხელოვნური ინტელექტის ფლობის. როგორ ფლობ, რა სფეროში ფლობ, რა დონეზე ფლობ, ეგ უკვე სხვა არის, ეს დეტალებია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი როგორც ტექნოლოგია, მას უნდა ფლობდე. ნებისმიერ შენს საქმიანობაში, ბიზნესი იქნება ეგ თუ ცხოვრებისეული თუ აბსოლუტურად ყველა სფეროში შენ შეგიძლია ამ ტექნოლოგიის გამოყენება. უბრალოდ შენ ჯერ არ იცი რაში შეიძლება ეს გამოიყენო. მთელი პრობლემაც ეგ არის. როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, ჩვენ ეგრევე, მარტივი იყო, ხო? აი კომპიუტერი გახსენი, ჩართე, ნახავ, აი საიტზე შედი უშუალოდ და შესაბამისად შეგიძლია ნახო, რომ აი აქ მაგალითად თამაშებს ითამაშებ, აქ ფილმებს ნახავ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს უფრო რთულია. ეს კიდევ უფრო მომავლის ტექნოლოგიაა. შესაბამისად, არავინ არ გაჩვენებს, ხო, დღესდღეობით, რომ აი ნახე შენ ამაში გამოყენება შეგიძლია. ამიტომ თქვენ თვითონ უნდა დაიწყოთ ფიქრი, რომ როგორ შეიძლება მე ეს გამოვიყენო. იმიტი არის მხოლოდ თქვენი ფანტაზია, არანაირი ზღვარი არ არსებობს. თუ დღესდღეობით, აი 9 მილიარდი ადამიანის შორის თუ დღესდღეობით ვინმე ამ კონკრეტულ ტექნოლოგიას რამეში არ იყენებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ არავის მოაფიქრდა. თქვენ შეიძლება გახდეთ პირველი, ვინც უშუალოდ ამ პროცესს დაიწყებს. ამას სჭირდება მუდმივი ვარჯიში, ფიქრი, გამეორება, შეცდომის დაშვება და მეოთხეჯერ, მეხუთეჯერ გამოგივათ. მიიღებთ იმ შედეგს, მიიღებთ იმ ეფექტს, რაც თქვენ გინდათ და გაგინაცდებათ თვალებში და იტყვით, აქამდე სად ვიყავიო? აუცილებლად ესე მოხდება. ეხლა კიდე ერთი რამ, ვინც აი ამდენი ხანი დარჩით ჩემთან, კიდე ერთი რამ, ძალიან ბევრი ტყუილი კურსი გამოჩნდა უკვე და კიდე გამოჩნდება ბაზარზე, სადაც თქვენ გპირდებიან ამ ტექნოლოგიის დაუფლებას. 100 ლარად, 150 ლარად, 200 ლარად არ არსებობს. შანსი არ არის, ხალხო, ეგ არ დაიჯეროთ რა. 200 ლარად თქვენ ამ ტექნოლოგიას ვერავინ გასწავლით. ზოგადად ეგ სწავლაც კი არ არის. ეს იგივეა, რომ ველოსიპედზე არა, უფრო მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. აი, ცურვის სწავლა გინდათ და თქვენ საბოლოო ჯამში იპოვით ვიღაცა ტრენერს, ვინც გეუბნებათ, რომ აი, რაღაცა N თანხად გასწავლით ცურვას, ხო? და ადარებთ ახლა ბაზარზე არსებულ სხვა პირობითად შესწავლის პროგრამებს, სადაც აქ მაგალითად 1000 ლარი ღირს, აქ 100 ლარი ღირს, ხო? ორივე გეუბნება, რომ ცურვას გასწავლი. მიდიხარ ამას ლარიანთან და ის საბოლოო ჯამში გეუბნება. აი ეს არის ბასეინი, ესე იგი ეს არის წყალი, ეს ხარ შენ, ეს არის შენი ხელები და მიდი იცურავე. აი მორჩა. ეს არის მთლიანი მათი სწავლის პროცესი. ოღონდ ისინი ამას რაღაცნაირად და რაღაცა საბოლოო ჯამში რაღაცა სახეს აძლევენ და რაღაცა აი ასე ვთქვათ კამფეტივით გიფუთავენ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ფარსია და ტყუილი. როგორც კი მოხვდებით აი იმ 1000 ლარიან და შეიძლება უფრო ძვირიც კი, მიხვდებით რომ ეს ისეთი რამეა, რასაც მუდმივი სწავლის პროცესი სჭირდება, ხო? ონლაინში მაგას ვერ ისწავლე. ონლაინში თქვენ რომ ამის სწავლის უნარი და შესაძლებლობა გქონდეთ, თქვენითაც ისწავლეთ. არავინ არ გჭირდებათ რა. ან ჩვეულებრივად მიწერთ ChatGPT-ს იგივეს, Gemini-ს მიწერეთ, Perplexity-ს მიწერეთ, ვისაც გინდათ მიწერეთ, Claude-ს მიწერეთ, რომ მოდი მასწავლე, აბა, აი მასწავლე რა შეიძლება მე გავაკეთო შენთან ერთად, მორჩა და ეს კიდე ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე თქვენ ვიღაცას თანხა გადაუხადოთ. არ დაიჯეროთ. ძალიან გთხოვთ, მე თვითონ ვასწავლი და მე ჩემს შრომას სადაც ვაფასებ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ პირობითად მე რომ ვინმე მომმართავს რომ მოდი აბა მასწავლე, მე ვიცი რომ მე მის გვერდით უნდა ვიჯდე, მე მის გვერდით უნდა ვაკეთო, მე მისი შეცდომები უნდა ვასწორო, მე უნდა ვუხსნა რატო დაუშვე შეცდომა და ზოგადად რა არის შეცდომა და მთელი აი ეს ბექგრაუნდი მე უნდა გადავწე ამ ადამიანს რომ საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა თქვას რომ მე დავეუფლე ამას. მე ეხლა ანდრო შენს გარეშეც შემიძლია განვითარება. აი ეს არის ერთადერთი მიდგომა, მენტორული მიდგომა, რაც დღესდღეობით მუშაობს. სხვა დანარჩენი უბრალოდ არ მოტყუდეთ რა. შეიძლება ამ ვიდეოს უყურებდეთ უკვე უშუალოდ ამ 100 ლარიანი კურსის გავლის შემდეგ, არა უშავს, მთავარია მეორეჯერ არ მოტყუდეთ. კაი, ეს გარ მოტყუდი, მეორეჯერ არ მოტყუდეთ. არ არსებობს. ეხლა რომ თქვენ შვილი მიიყვანოთ ინგლისურ ენას, რომელი მასწავლებელი შეასწავლის თქვენ შვილს ინგლისურ ენას 100 ლარად. ეგ ხო ნონსენსია, ხო? ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაცა, ხო? ხო და ხელოვნური ინტელექტის სწავლა ინგლისურ ენაზე კიდე ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, დიდია რა. დიდი იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად იცვლება ყველაფერი. რაც გუშინ აქტუალური იყო, დღეს მოსჭა, მკვდარია, всё, აღარავის სჭირდება. იგივენაირად, აი, გუშინ ვიყენებდი voice-over-ისთვის Gemini TTS 2 და 5-ს, ზუსტად გავაკეთე კონტენტი და ზუსტად 7 წუთში გამოვიდა 3 და 1 და 2 და 5-ის პრომპტები, მიდგომა, ყველაფერი მოძველდა. ანუ ძალიანად ახალი სისტემაა, ასე ვთქვათ, ჩამოსაყალიბებელი და ვინ, როგორ, რანაირად კარგი, მოდი ვთქვათ, მე შეიძლება ვწდები. ხო, მე ყოველთვის იმას ვაღიარებ, რომ მე შეიძლება ვწდები, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკა იმას მიჩვენებს, რომ არ ვწდები და ზუსტად ასეა. მოკლედ ხალხო, არ მოტყუდეთ, იფიქრეთ, განვითარდით, იმიტომ რომ თქვენ თუ არ განვითარდით, საბოლოო ჯამში ის ვინც განვითარდება, თქვენს მაგივრად, ის გაჯობებთ ყოველთვის, ყველაფერში და არჩევანიც მათზე იქნება, ვინც განვითარდება ამ ტექნოლოგიის პარალელურად. კიდე გავიმეორებ ალბათ მესამედ ვიტყვი, რომ ნუ ფიქრობთ, რომ აბა მე როგორ შემცვლის,
აბა მე შეგსულით. შეცვლაში ის არ იგულისხმება, რომ თქვენი საქმიანობა იქნება შესრულებული მანქანის მიერ, არა. შეცვლაში იგულისხმება ის, რომ ერთი ადამიანი 10 ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით თქვენს საქმეს გააკეთებს და საბოლოო ჯამში 10 კაცი ბიზნესს აღარ დაჭირდება. დაჭირდება ერთი. უბრალოდ ის, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ფლობს. ნახვამდის.